როცა მე ამერიკაში მუშაობდი, რასაც ნახულობდი იყო ის, რომ ბევრი ადამიანი ჩემთან მოდიოდა ქრონიკული დაავადებებით და რასაც ნახულობდი იყო ის, რომ ადამიანებს, ვისაც ჰქონდათ მეტაბოლური დისფუნქცია, ქრონიკული დაავადებები, ასევე ჰქონდათ აკრეფილი წონა, ანუ იყვნენ ჭარბი წონის. ხშირ შემთხვევაში თხოვდნენ ეს ადამიანები, რომ დამეხმარე წონაში დავიკლო. ამას სხვა ვიდეოშიც გიყვები, ერთ-ერთი ქალბატონი მოვიდა და მთხოვა, მეხვეწებოდა, რომ თუ არ დამეხმარები, რომ წონაში დავიკლო, თუ არ დამეხმარები, რომ უმკურნალო ჩემს დიაბეტს, მაქვს განცდა, რომ მალე მოვკვდები. გონია, რომ ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებ. მაშინ მე რაც მომეთხოვებოდა იმ სისტემაში, რა სისტემაშიც მუშაობდი, იყო ის, რომ გამეზარდა ამ ადამიანისთვის იმ წამლების დოზები, რა წამლებზეც იმყოფებოდა დამენიშნა ახალი წამლები. რატო? იმიტომ რომ ის მოდელი, თანამედროვე მოდელი, თანამედროვე საკმაოდ უცნაური სიტყვა ამ კონტექსტში, იმიტომ რომ თანამედროვე ზოგადად გულისხმობს რაღაც კარგს და ეხლა რაც ვსაუბრობ, არაფერი კარგი ამაში არ არის. ეს მოდელი ზომავს როგორც წესი შაქრის დონეს სისხლში, ანუ შაქარს დაასდევს როგორც მეტაბოლური ჯანმრთელობის საზომს. სინამდვილეში შაქრის დონე შესაძლებელი ადამიანს ჰქონდეს ნორმაში, მაგრამ ინსულინი იყოს გაქცეული, ხო, რაც სინამდვილეში არის სიმსუქნის ძირეული ბიოქიმიური მიზეზი. როდესაც არის ინსულინის რეზისტენტობა და გაქცეული ქრონიკულად მომატებული ინსულინი. და შაქრის დევნა და ნორმალური შაქარი ამ შემთხვევაში არაფერ ნორმალურს არ ნიშნავს. როგორც ამ ადამიანს დავეხმარე მაშინ, რომ დაეკლო წონაში, ემკურნალა მას თავისი დიაბეტისთვის, ემკურნალა მას სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისთვის იყო, რომ ურჩე მას წიგნის საკითხვა, რაც საკმაოდ უცნაურად ჟღერს და ქალბატონს მაშინ ის ვუთხარ, რომ მე ამ რჩევას, რჩევასაც მე თქვენ გაძლევთ, ამას თქვენს პაციენტის ისტორიაში ვერ ჩავწერ, იმიტომ რომ შეიძლება ამის გამო სამსახურიდან გამიშვან. მე ამ რჩევას გაძლევთ, ამ წიგნის სახელს მე თქვენ ფურცლის ნაგლეჯზე გაძლევთ, იმ პირობით, რომ თქვენ თუ ამას წაიკითხავთ, აუცილებლად მიხვალთ ჯანმრთელობამდე, აუცილებლად დაიკლებთ წონაში, აუცილებლად შეგიმცირდებათ, აუცილებლად მოგიწესრიგდებათ ობიექტური მარკერების თქვენ ჯანმრთელობის. და მართლაც 6 თვეში ამ ქალმა დაწერა სამადლობელი წელი, რომელსაც ირონიულად მთელი საავადმყოფოს ადმინისტრაცია აწერდნენ ხელს. რომელსაც რომ გაეგოთ როგორ უშველა ამ ადამიანს შეიძლება სამსახურიდან გავეშვი. აი ესეთ უცნაურ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ექიმს არ შეუძლია დაეხმაროს ადამიანს ისე რომ არ გარისკოს მან თავისი კარიერა. როცა ეს მე გავაცნობიერე და ბოლომდე გავაცნობიერე, წამოვედი ამერიკიდან, მივატოვე ჩემი სამსახური და ვეხმარებ ადამიანებს დღეს ისე როგორც ვეხმარები, ისე როგორც ამას ხედავთ ამ გვერდზე. ამას ვამბობ, იმიტომ რომ ვისაც არ ესმის ბოლომდე როგორ მუშაობს ეს სისტემა, ხშირად მეუბნებიან ხოლმე რომ ვის ვენდოთ, ვის დაუჯეროთ. სხვა ექიმები სხვა რაღაცას გვეუბნებიან. შენ ამას გვეუბნები, ვის დაუჯეროთ, ვის ვენდოთ. უნდა დაუჯერო შენს შედეგს. თუ რაიმე რჩევა მუშაობს, მან არსებითად უნდა გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც შენ გაგაჩნია. თუ რჩევა, რომელიც შენ მიიღე ნუტრიციოლოგისგან, სხვადასხვა ექიმისგან, არ გიგوارებს იმ პრობლემას, რა პრობლემათაც მასთან მიხვედი, ესე იგი ეს რჩევა არ მუშაობს. ნუ იგულისხმება, რომ შენ ეს რჩევა განახორციელე. ძირითადად, როდესაც საუბრობთ რჩევებზე, როგორც ის შეეხება წონის კლებას და მეტაბოლურ ჯანმრთელობას, არის ხოლმე რა? კალორიების შეზღუდვის მოდელი. ანუ შეზღუდე კალორიები მიიღე. უფრო ცოტა კალორია, ანუ მარტივ ენაზე ჭამე უფრო ცოტა და წონაში დაიკლებ. რაც ერთი შეხედვით არის ლოგიკური. და კი, თუ არაფერს არ შეჭამ, ადრე თუ გენ წონაში დაიკლებ. მაგრამ კალორიების შეზღუდვის მოდელი არ ითვალისწინებს, არ ხედავს ჩვენს ორგანიზმს როგორც ნეიროჰორმონულ სისტემას. ადამიანს არ აღიქვავს როგორც არსებას, რომელსაც გააჩნია გონება და გააჩნია სხეული. სხეულში ამ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობ ჰორმონებს, გონებაში გულისხმობ ემოციებს, ნებისყოფას და ბოლოს შიმშილის განცდას, რომელიც
შენ თუ კარგად შეხედავ კვლევებს, როგორ რეაგირებენ, თქვათ, ღრნელები შიმშილის განცდაზე, ისინი გალიის გადაღრნას იწყებენ. ადამიანში ქრონიკული შიმშილის განცდა გამოვლინდება გაღიზიანებაში, დაძაბულ ურთიერთობებში, სიმარტოვეში, დეპრესიაში, სევდაში, რაც საბოლოო ჯამში ადამიანს უფრო მეტად დაუნგრევს ორგანიზმს, უფრო მეტად დაურღვევს მეტაბოლიზმს, ვიდრე მას რომ უბრალოდ ყველაფერი ეჭამა. ანუ ის ჩარევა რომ შენ უბრალოდ ცოტა ჭამე და ქრონიკულად იცხოვრე შიმშილის მდგომარეობაში ადამიანს მიიყვანს თავის ჯანმრთელობის განადგურებამდე. ყველა დონეზე, ემოციურ დონეზე, ცხოვრების ხარისხის დონეზე, სხეულის დონეზე და ასე შემდეგ. ეს არის მიზეზი, რატოც ეს ჩარევა არ მუშაობს. ამ ვიდეოს ყურება არ დაგჭირდებოდა ეგ რჩევა რომ მართალი ყოფილიყო, იმიტომ რომ ეგ რჩევა არის ყველაზე უფრო პოპულარული რჩევა, რომელიც ყველა ადამიანმა იცის. თუ წონის დაკლება მინდა, უბრალოდ პროცესად უნდა ვჭამო. კიდევ უფრო უცნაური არის ხოლმე, როდესაც თქვა ადამიანები იწყებენ რაღაცა კონკრეტული საკვები ჯგუფებით კვებას. მაგალითად, ჭამე მხოლოდ მაწონი და წიწიბურა და დალე წყალი. რაც ასევე ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მინდა გესმოდეს, რომ როდესაც ფიქრობ შენს ორგანიზმზე, თუ გინდა რომ შენ ორგანიზმის ენაზე იმეტყველო, უნდა გესმოდეს, როგორ მუშაობს ჩვენი ორგანიზმი ჰორმონულ დონეზე. იმიტომ რომ ეს არის ის ენა, რა ენაზე ჩვენი ორგანიზმი ფიქრობს, რა ენაზე ჩვენი ორგანიზმი გვესაუბრება ჩვენ. შენ თუ ამ ენაზე მეტყველება არ გინდა, შენს ორგანიზმთან კავშირს ვერ დაამყარებ. ყოველთვის აცდენილი იქნები მასთან. ვერასოდეს ვერ გაუგებ. შენ ჩინურად საუბრობ, შენი ორგანიზმი ინგლისურად. ვერ გაუგებთ ერთმანეთს და შესაბამისად ვერ მიხვალ იმ შედეგამდე, რა შედეგიც შენ გსურს, ანუ ვერ მიხვალ წონის დაკლებამდე. იმისათვის რომ წონაში დაიკლო, პირველი ცვლილება, რაც გჭირდება შენ ცხოვრებაში, არის ის, რომ შეწყვიტო საკვების გაზომვა კალორიების მიხედვით. იმიტომ რომ ეს შენ არ გაწყობს. კი, შენ რო ფიზიკოსი იყო და შენ კალორიებს სწავლობდე, როგორც რაღაც თერმოდინამიკის განზომილებას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ შენ ამ შემთხვევაში კალორიებს რატო ზომო საკვებში არის ის, რომ წონაში დაიკლო, ხო? და მეტაბოლურად გაჯანსაღდე. და მე გეუბნები, რომ შენი ორგანიზმი მხოლოდ კალორიებით არ აზროვნებს. შენი ორგანიზმისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ჰორმონები, ვიდრე კალორიები. შენ თუ კალორიების აზროვნების მოდელიდან გადახვალ ჰორმონულ აზროვნების მოდელში, უფრო მალე მიხვალ და უფრო მალე მიიღებ სასრულ შედეგს. მე ამ ქალბატონს, რომელიც ჩემთან მოვიდა, რაც ჰურჩია იყო ის, რომ უნდა ამოიღოთ სწრაფი კვების პროდუქტები თქვენი საკვების რაციონიდან. შაქრით სავსე, ტკბილ, გაზიან სასმელს თუ იღებ დღეში 1 litrს, 2 litrს, ჩვენ წონის კლებაზე ვერ ვისაუბრებთ. ვერ ვისაუბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ კალორიულ მოდელში შეიძლება პრობლემა არ იყოს, რატოც აწყობს ხო სტრაფიკობის ინდუსტრიას, იმიტომ რომ შენ თუ ნაგავს იღებ იგივე კალორიის შემცველობის სას, რა კალორიული შემცველობაც გააჩნია ჯანსაღ საკვებს, მაშინ რა პრობლემაა სტრაფიკობით კვება? მარცა არანაირი, თუ მარტო განსხვავება ჯანსაღ საკვებსა და სწრაფ კვებას შორის არის კალორიები, შენ თუ იგივე რაოდენობის კალორიას მოიხმარ როგორც სწრაფი კვებისას, მაშინ მნიშვნელობა აღარ აქვს შენ ჯანსაღად იკვებები თუ არაჯანსაღად. ეს ეშლებათ იმ სივრცეში, სადაც ადამიანები აზროვნებენ კალორიებით. და სამწუხაროდ ასე ფიქრობს ბევრი ნუტრიციოლოგი, ასე ფიქრობს ბევრი ექიმი, იმიტომ რომ და ამ სტუდენტების გასაგონად ვამბობ, როდესაც დაამთავრებ სამედიცინო უნივერსიტეტს და გამხვალ ველურ კაპიტალში, რასაც გააცნობიერებ არის ის, რომ ამ პლანეტაზე მუშაობს ერთი უცნაური წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვინც იხდის, ის უკვეთავს. და ამ შემთხვევაში იხდიან ფარმაკოლოგიური კომპანიები და სწრაფი კვების კომპანიები, ანუ ისინი წერენ სამეცნიერო კვლევებსაც, გაიდლაინებსაც და ყველაფერ იმას, რაც მათ ეკოსისტემას, რაც მათ ააგეს საუკუნეების განმავლობაში აწყობს.
და შენ თუ გინდა რომ ამაზე ჭკვიანი იყო, უნდა დაიწყო პირველი პრინციპებით აზროვნება, უნდა დაუბრუნდე ბიოქიმიას, უნდა დაუბრუნდე ფიზიოლოგიას, გაერკვე ჰორმონულ სისტემაში და ამაზე დაყნობით მისცე რჩევა შენს პაციენტებს. თუ გინდა რომ მათ დაეხმარო, თქმა უნდა. ხო. ანუ ჩვენ სადამდე მოვედით, რომ კალორიებით აზროვნება არ არის დამხმარე იმისათვის, რომ წონაში დაიკლო. იმისათვის, რომ წონაში დაიკლო, იმისათვის, რომ მეტაბოლურად გაჯანსაღდე, იმისათვის, რომ არ დაავადდე, კალორიებით აზროვნება უნდა შეცვალო ჰორმონულ აზროვნებაში. ანუ შენ საკობი აწი დღეიდან ამ ლექციას რომ მოისმენ, უნდა დაყო არა იმის მიხედვით, რამდენ კალორიას შეიცავს ის საკობი და სასმელი, რატო მარტო საკობი. არამედ როგორ ახდენენ ისინი შენს ჰორმონულ სისტემაზე გავლენას. მარტივი წესი, რაც შეგიძლია იცოდე, არის შემდეგი. ნახშირწყლები ყველაზე მეტად ზრდიან ინსულინის დონეს, განსაკუთრებით სწრაფი ნახშირწყლები ყველაზე მეტადად ზრდიან ინსულინის დონეს და ყველაზე სწრაფადაც ზრდიან. უყურე? გაინტერესებს დონე, რა დონეზე ზრდიან და გაინტერესებს რამდენ ხანში ზრდიან. იმიტომ რომ სიჩქარესაც აქვს მნიშვნელობა, შეიძლება გაზარდოს, თქვათ, ნელმა ნახშირწყალმა, რთულმა ნახშირწყალმა ინსულინის დონე, არა გაზარდოს ნელა და შემდეგ ნელავე შეამციროს, რაც შენ არ გინდა არის სწრაფი ზრდა, მაღალი ამპლიტუდით, რაც აავადებს ორგანიზმს, ხო? რადგან არის ესეთი მავნე სწრაფი შაქრით მდიდარი საკობი. მეორე, რაც ნახშირწყლებს მოსდევენ, არიან ცილები, ხორცეული. და მესამე, რაც ყველაზე ნაკლებად ზრდის ინსულინის დონეს არის ცხიმები, კერძოდ ნაჯერი ცხიმები, იმიტომ რომ მე როგორც სხვა ვიდეოებში გასწავლი, მე არ გირჩევ მცენარეული ცხიმების მოხმარებას. იმიტომ რომ მცენარეული ცხიმებს ისედაც იღებ შენ სხვა საკობიდან, ამიტომ მაგაზე მეტის მიღება ომეგა-6 ცხიმების აღარ არის საჭირო. და ომეგა-6 ცხიმებიც ინსულინის რეზისტენტობას უწყობენ ხელს. როგორც სუქტები ფუნდამენტურად არის, რომ შენი ორგანიზმი მიდის ინსულინის რეზისტენტობამდე. ინსულინის რეზისტენტობამდე, როდესაც მიდიხარ, შენ სისხლში ტივტივებს დიდი რაოდენობით შაქარი. ინსულინის რეზისტენტობა ნიშნავს იმას, რომ რეცეპტორები, რო წარმოიდგინო როგორც გასაღები და კლიტე, ხო? ეს გასაღები ვეღარ ერგება ამ კლიტეს. ინსულინი რასაც გჭირდება შენ, არის რომ შაქარი შეიტანო შენს უჯრედებში, კერძოდ კუნთებში და ცხიმის უჯრედებში. ტვინშიაც გვაქვს ასევე უჯრედები, რომლებიც ინსულინ დამოკიდებულ შაქრის ტრანსპორტს არეგულირებენ და ახორციელებენ, მაგრამ ძირითადად, როდესაც საუბრობთ ხოლმე ინსულინის ტრანსპორტზე, საუბრობთ შაქრის შეტანაზე კუნთებში და ცხიმის უჯრედებში. კუნთებში დაახლოებით ნორმალურ ადამიანში, არა ათლეტში, იმიტომ რაც უფრო მეტია კუნთის მას, რა თქმა უნდა, უფრო მეტ შაქარს იტევს. ნორმალურ საშუალო სტატისტიკურ ადამიანში დაახლოებით 200 გრამამდე შაქარი ეტევა. ღვიძლში დაახლოებით 70 გრამი. შენ როდესაც გადააჭარბებ ამ ტევადობას, ამ საწყობის მოცულობას, როდესაც გადააჭარბებ და კლავაც აგძლებ ამ შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას, ეს შაქარი სადღაც უნდა წავიდეს. რატო? იმიტომ რომ ორგანიზმს არ უნდა რომ გაზრდილი რაოდენობით ტივტივებდეს შაქარი სისხლში. იმიტომ რომ შაქარი აზიანებს სისწარღვებს. ასე მიდიხარ ინსულტამდე, ასე მიდიხარ მიოკარდიუმის ინფარქტამდე, ასე მიდიხარ სიბრმავემდე, სისხლძარღვების დაზიანებამდე, კერძოდ. ეს არის ძირეული მექანიზმი. ლოგიკა რა არის, რომ ორგანიზმს არ უნდა რომ დიდი რაოდენობით შაქარი ტივტივებდეს სისხლში, ამიტომ წავა და ეს შაქარი შევა ცხიმის უჯრედებში, სადაც ის გარდაიქმნება ცხიმად. ანუ შაქარს ორგანიზმი გარდაქმნის ცხიმად და ასე დაამარაგებს ადიპოციტებში, ცხიმის უჯრედებში. ესე სუქტები. მუცლის დონეზე, ესე სუქტები. ორგანოების დონეზე, იმიტომ რომ გასუქება ორგანოების დონეზეც არსებობს, ანუ უხილავ დონეზე. გასუქება მარტო ის არ არის, რაც ჩვენს სხეულზე ფიზიკურად ჩანს. თურმე შეიძლება გავსუქდეთ ორგანოების დონეზე. როცა ორგანოების დონეზე სუქდებით, მაგალითად ღვიძლის გაცხიმოვნება გვემართება, პანკრეასის გაცხიმოვნება გვემართება, ნაწლავების გაცხიმოვნება გვემართება, ეს კიდე სხვა არის. ეს კიდე უფრო ვერაგი პროცესია, იმიტომ რომ ფარული ამას ვერ ვხედავთ. ხო, ეს არის ინსულინის რეზისტენტობის პრობლემა, რომლამდეც მოხვედი ამ სწრაფი კვების გზით. სწრაფი კვება, სწრაფი შაქარი, ქრონიკულად გაზრდილი ინსულინის დონე, ესეთი ლოგიკა აქვს ჩვენს ორგანიზმს, რომ
რაღაცა რასაც პასუხობს, გასაღები თუ ძალიან ბევრია კლიტები ემალებიან ამ გასაღებს. ესეთი ლოგიკა აქვს ჩვენს ორგანიზმში, იმიტომ რომ არ უნდა რომ ჭარბი პასუხი იყოს. ეხლა ნახე, ეს ლოგიკა სხვადასხვა ორგანოზე როგორ ვლინდება. შენ თუ გაქვს ჭარბი რაოდენობით შაქარი, შენ თუ გაქვს ჭარბი რაოდენობით ინსულინი, ასე ვითარდება მაგალითად ალცჰაიმერის დაავადება. ეს არის ყველაზე თანამედროვე გაგება ალცჰაიმერის დაავადების, რომ თუ ადამიანს ჩამოუყალიბდა ინსულინის რეზისტენტობა ტვინში, ეფექტურობა შაქრის შეტანის ნეირონებში, ჩვენს ნერვულ ქსოვილში, ჩვენი ტვინის ქსოვილში კლებულობს. ინსულინი დამოკიდებულია იქაც შაქრის შეტანა. ეს ცოტა უფრო რთულად არის, არსებობენ ტრანსპორტერები, არსებობენ შაქრის გადამტანები, რომლებიც გლუტს ამიქვია მაგას, რომლებიც ინსულინის გარეშე შევლენ უჯრედში, არა არსებობენ გლუტ-4 ინსულინი დამოკიდებული შაქრის ტრანსპორტი, ანუ რომელსაც უჯრედში შაქარი შეყავს ინსულინის არსებობის პირობებში. თუ ბევრი ინსულინი გაქვს, განვითარდება ინსულინის რეზისტენტობა, შესაბამისად შაქარი ვეღარ შედის უჯრედში და ამ გზით ტვინის ქსოვილი იწყებს შიმშილს. რასაც აჩვენებს კვლევები არის ის, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს, ალცჰაიმერის დაავადება თუ არ გახსოვს, არის, როდესაც ადამიანს აქვს მეხსიერების პრობლემები. ასე იწყება ყოველ შემთხვევაში, შემდეგ ადამიანი აბსოლუტურად ყველაფერს კარგავს, რაც ადამიანს ადამიანად განსაზღვრავს, ხო? ეს იქნება მისი პიროვნულობა, მისი მოგონებები თუ რა, ყველაფერს კარგავს ადამიანის ალცჰაიმერის დაავადების დროს. რასაც მეცნიერები ნახულობენ ალცჰაიმერის დაავადების დროს არის ის, რომ ალცჰაიმერის დაავადების შემთხვევაში შაქრის აღება, უჯრედების მიერ შაქრის ტრანსპორტი არის შემცირებული, ვეღარ წვავს შაქარს, ვეღარ ღებულობს ენერგიას, მიტოქონდრიულ დონეზე არის პრობლემა. ანუ ინსულინის რეზისტენტობა, როდესაც ვითარდება ტვინში, ეს არის მიზეზი, რატო ალცჰაიმერის დაავადებას ტიპი 3 დიაბეტი შეარქვეს მოფერებით. რომ ტვინში ათვისება არის შაქრის შემცირებული ინსულინის რეზისტენტობის გამო. ესე არის მექანიზმი კუნთების განლევის. კუნთებში თუ შაქარი ვეღარ შევა, კუნთები განილევა, ხო? საკმაოდ პარადოქსულია, ერთი შეხედვით ბევრი შაქარი გაქვს ორგანიზმში, მაგრამ მეორე მხრივ ამ შაქრის შეტანა ეფექტურად აღარ შეგიძლია. შემდეგ რა ხდება? შემდეგ ორგანიზმი ცდილობს რომ უფრო მეტი ინსულინი გამოიმუშაოს. როდესაც ინსულინის რეზისტენტობა ვითარდება, ორგანიზმი ფიქრობს, რომ ინსულინია ცოტა, ამიტომ კიდევ უფრო მეტ ინსულინის გამოიმუშავებს, კიდევ უფრო ღრმავდება ინსულინის რეზისტენტობა, კიდევ უფრო რთულდება შაქრის დაბინავება უსაფრთხო ადგილებში, როგორც არის კუნთები, მაგალითად, და საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ ეს შაქარი ბინავდება ცხიმის უჯრედებში ცხიმად. შემდეგ ადამიანი მიდის ექიმთან სხვადასხვა სიმპტომით, ხშირი შარდვა, გამომშრალი პირი, გაუზომავენ შაქარს, აღმოაჩენ რომ შაქარი არის გაქცეული და შესაძლებელია რომ დაუნიშნონ ეს კალორიის დეფიციტის საკვები რეჟიმი და ასევე ვარჯიში, რომელიც მაინც და მაინც საუკეთესო გზა არ არის წონის დასაკლებად. ვარჯიში არის ზოგადი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი, გულსაფრთხო ჯანმრთელობისთვის კარგი, ტვინის ჯანმრთელობისთვის კარგი, მაგრამ წონის დასაკლებად ვარჯიში არ არის საუკეთესო გზა. საუკეთესო გზა იმისაც რომ ადამიანმა წონა დაიკლოს არის ის რომ კალორიული აზროვნებიდან გადავიდეს ჰორმონულ აზროვნებაში, ამოიღოს ის საკვები ჯგუფები, რომლებიც ზრდიან ინსულინის დონეს, კერძოდ სწრაფი ინსულინის დონეს, იმიტომ რომ ეგ არის რაც იწვევს ინსულინის რეზისტენტობას და რაც ასუქებს ადამიანს. ეხლა შეხედე, შენ თუ ამოიღებ ამ სწრაფიკობის პროდუქტებს, შენ თუ ამოიღებ ბურღულეულს, როგორც მე გასწავლი, შენ თუ ამოიღებ ამ გაზიან დაშაქრულ სასმელებს, შენ ინსულინის დონეს ბუნებრივად შეამცირებ, გაჯანმრთელდები და ჯანმრთელობის გვერდით ეფექტად დაიკლებ წონაში. ეს არ არის ერთკვირიანი და ორკვირიანი საპილოტე რეჟიმები, ანუ შენ რომ ჭხილებს იქნეთ და შიმშილის ცნობით ცხოვრობ და ხარ გაღიზიანებული დეპრესიაში, სევდიანი და ასე შემდეგ. არა, ეს არ მუშაობს. ეს არის გადაწყვეტილება, ფუნდამენტური გადაწყვეტილება შენი რომ შენ ჯანსაღად იცხოვრო, ზოგადად ჯანსაღად იცხოვრო და ამისი გვერდით ეფექტი ხდება წონის დაკლება. რეალურად ეს არის სიმართლე, რაც მიგიყვანს კონკრეტულ შედეგამდე. შენ თუ გაყვები ისტორიას მართლა დაინტერესდები, როდის დაიწყო სიმსუქნის ეპიდემია ამ პლანეტაზე, იყო რა 70-იან წლებში ამერიკაში, როდესაც დემონის და ნაჯერი ცხიმი. ამერიკელებს მოუკვდათ პრეზიდენტი მიოკარდიუმის ინფარქტით, როდესაც მეცნიერებმა დაიწყო სამის კვლევა და ნახეს მიოკარდიუმში ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც იყო ქოლესტეროლით სავსე, ცრუდ დააბრალეს, რომ ეს მოდიოდა
ნაჯერი ცხიმებისაგან. რატო? იმიტომ რომ ესეც ინტუიციურია, ხო? შენ თუ კარაქს ჭამ, კარაქი არის ცხიმი, აჰა, ცხიმს როდესაც ჭამ, ცხიმი გასუქებს. იმიტომ რომ სრულად გაქვს იმისი ინტუიცია და იმისი აღქმა, რომ იმის გამო რომ კარაქი არის ცხიმი, ამ ცხიმს თუ მიიღებ, ეს ცხიმი ჩალაგდება ცხიმადვე შენს ორგანიზმში, მაგრამ ეს აცდენილი არის ჩვენი ორგანიზმის ჰორმონულ ლოგიკას, იმიტომ რომ კი, კარაქი არის ცხიმი, მაგრამ კარაქს როდესაც იღებ შენ, კარაქი არ ზრდის ინსულინის დონეს, თუ კარაქს არ დააყოლებ დონაც, ან თუ კარაქს არ დააყოლებ სწრაფშაქარს, ინსულინის დონე არ გაიზრდება, შესაბამისად ამას ნაკლებად დაამარაგებ. რაც ასუქებს ადამიანს არის სწრაფი კვება. ეს ესმოდა ძალიან კარგად ძველ ექიმებს. შენ შეგვიძლია წაიკითხო მე-18 საუკუნის ბოლოს დაწერილი წიგნები სხვადასხვა ექიმების მიერ, რომელიც საუბრობს ნახშირწყლების ამოღებაზე, საკვები რაციონიდან წონის დაკლების მიზნით. ჯარისკაცებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო ფიზკულტურა, იმისთვის რომ შეესრულებინათ თავისი საქმე, ექიმები ასე ეხმარებოდნენ. ექიმებს მაშინ ძალიან კარგად ესმოდათ, რომ ამ აგროკულტურმა რევოლუციამ განაპირობა ადამიანის დაავადება, ადამიანის გასუქება, რაც გულისხმობდა რას? მარცვლეული კულტურის კვებას. ეს ძალიან კარგად ესმოდათ ძველ ექიმებს. ეს ცოდნა გაქრა მაშინ, როდესაც ამერიკაში დემონიზდა ეს ნაჯერი ცხიმები და ცხოველური პროდუქტის ჭამა გახდა ცუდი. ანუ მიაჩნდათ, რომ შენ თუ იღებ ცხოველურ პროდუქტებს, ცხოველურ ცხიმს, ამ შემთხვევაში გული დაგიავადება, ტვინი დაგიავადება, გასუქდები და ასე შემდეგ. და ჯანსაღი კვება არის ბოსტნეული და მარცვლეული. და ამან განაპირობა სიმსუქნის ეპიდემია. რაც მოხდა იყო ის, რომ ცხიმი დემონიზდა საკვებიდან, განსაკუთრებით რაც მარკეტში იყიდებოდა ეს საკვები, შემცირდა ნაჯერი ცხიმის ოდენობა, რაც სინამდვილეში ანაყრებს ადამიანს და შიმშილის ხსნობას ამცირებს და გაიზარდა შაქრის ოდენობა. ანუ შაქარს მიეცა მწვანე საშვი, ხოლო ცხიმი დარჩა კულისებში. ცხიმს ვეღარ იღებს ადამიანი, შიმშილის განცდას ვერ იკმაყოფილებს, როდესაც საკვებს იღებს, ღებულობს შაქარს, რომელიც შიმშილის განცდას არ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ შიმშილის განცდა ძირითადად აკმაყოფილება ცილით და ცხიმით, არ აკმაყოფილებს შიმშილის განცდას ადამიანს შია და უფრო მეტ ნახშირწყლის, კერძოდ სწრაფი ნახშირწყლის შემცველ საკვებს ღებულობს.